აუ ვიღაც ხალი წაიქცა ქუჩაში. იმენე სახით დაეცა. რა დროს ეგ არის გოგო ამხელა თონეს ხსნი და დამხმარე ხალი მყავს ასაყვანი. აი მე ზეღან იყო საერთოდ ერთი ხალი მოსული. მან დამიტოვა სახელაგვარი ნახემედი, მე მგონი რომ მაგას ავიყვან სამსახურში. რავანი რა უბულაშვილი? ეს ის ხალია ტელევიზორში რო აჩვენეს. წოწმარია რომ მოკლა. დედა რას ამბობ, კაცო? ვაი მე გადავრჩენილ ვარ და აი მოვიდა ხალხი გასაუბრებაზე. გამარჯობათ, ვაკანსიაზე მობრძანდით, ხო? დაბრძანდით. დიახ, დამხმარე გჭირდებათ, ხო? დიახ, პირველ რიგში გამოცდილება მაინტერესებს თუ გაქვთ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მაქვს. მე ვმუშაობდი ვაგზალზე, ცირკთან. უბრალოდ ახლა უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ ვეღარ ვახერხებ. კარგი, დაგვიტოვეთ ნომერი და დაგირეკავთ აუცილებლად. დედა ვინები მოდიან, კაცო. შემდეგი. გამარჯობა, აქ არის ვაკანსია. დიახ, ქალბატონო, დაბრძანდით. გამოცდილება თუ გაქვთ. ჩემი თვალე მქონდა კაცო სურამში გზაზე, მაგრამ მე თურქეთის ტრაილერი შემოგვიარდა და ვიღაც დავდექით ფეხზე. კარგით, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. დედა გამოცდილი ხალი ყოფილა ანასტასია ეს და ეს რო ავიყვანოთ. ჭუჭყები ქონდა ფრჩხილებში, დაივიწყე. უმარიკო მურბის. კი, აიყვანე ვინმე სამსახურში? არაკაცო ვინ ავიყვანე მთელი დღე აქვს ვარ დავიღალე რა. მიდი ომარიკო მან ხურდებიდებს და გვერდზე მაღაზიიდან წყალი მომიტანე. იმედია გამოჩნდება ვინმე. ნახე შენი საყვარელი მეზობელი მოდის. დედა ნუნუ მინდოდა ეხლა აქ კაცო. როგორ ახარ ნუნუ ჩემო კარგო? გოგო რო ავიყვანეთ უკვე დამხმარე ხალი. დაგაგვიანთ. აჰაჯი მოგიტანე წყალი. გამარჯობა ნუნუ დეიდა. ჩვენთან გინდათ მუშაობის დაწყება? არავინ არ აგვიყვანია ჯერ. ანასტასია, შეგიძლია კვერცხი შემიწვა, მუცელი მიჭყუილებს. ამით ვარ შეიწვია, შემეშვი. დაბალობავი. თმები ატო მომქაზე, დეგენერატო. აბა ხვაწით ახლა ბისტრა, რა ხდება? დეგენერატ თმები მომქაჩა. მე რა, საბაზა გიორგი შეუნეოდი, გუჩი მაგარი მოსაწევი მოვკაჩეთო, ის ცოდო არ იყო? ჯე ვასოს მიუყვებით ბავშვები ფეხბურთზე სანზონაში. ხო, დამილეკა დედამისმა და მითხრა. თამაში აქ ვასოს და გულშემატკივრებად მიყავს თურმე ესენი, ჩერჩეტები. ლუდი არ დალიო იცოდე იქ. აი მე კი დავლევ. გადანახული მაქვს უშინდელი 2 ლიტრიდან მორჩენილი. ეგ დედამ გადააქცია ძილით, მაინც ანასტასია დალევს და არ უნდა. ჯე მე რატო არ დაგყავარ ფეხბურთზე? რა ფეხბურთი ომარიკო დაიხედა მუხლები რას გიგავს. გადატყავებული რომ ამოდიხარ ყოველ დღე ეზოდან. ვასოს კიდე თითი რო აქ ხომ შეყოფილი ცხვირში, მაგაზე ეჩხუბება თურმე მწვრთნელი სულ. აუ ეგ მწვრთნელი ვიცი, საფეხბურთო კლუბის სანზონა. მაგრამ მან 2 მწვრთნელი და ორივეს გიორგი ქვია. რომელი ვიცი ეგ არ ვიცი. ვასო 1 წელია დადის და 2 გოლი აქვს მარტო გატანილი. 1 შემთხვევით და 1 მართალი. კაი, წავედი. ვასო მიდი გაიტანე გოლი. გაიტანე. აუ რა ბანძი ბავშვი ხარ რა. კაი, ომარიკო 1 რეებს ეუბნები, კიდე ეგ უნდა. გაიქეცი ვასო, კენდით მიიღე. აი მე მართლა რა ბანძი ბავშვია რა. აუ რა გინდათ? ვინა კაკუნებს ანასტასია კარზია ვიღაცა. აუ წევარ მე შენ გააღე. სეგი დილიდან მანწევ ხარ გოგო, ნაწოლები გაგიჭდება უკვე. ვაი მინდა ძალიან დიდი ბოდიში გოგო რას მოულოდნენ დრო შეგაწუხე, მაგრამ გეხვეწები გასაქცევი ვარ სასწრაფოდ. ხო და 1 საათით ლიზიკო რო დაიტოვო, რასანამ ბებია მისი მოვა. ვაი მე რა პრობლემაა კაცო? მოდი ლიზიკო, მოდი. ხო არ იტირებს. ესეთი ჭკვიანი გოგო არ იტირებს. მიდი დიაბა ინგა დეიდასთან ცოტა ხანი გაგართობს, ნამცხრებს გაჭმევს და მოვა ამასობაში ბებიკოს და წამოგიყვანს. მიდი დე პოკოჩო. ხო, არ არის პრობლემა. მოდი ლიზიკო, მოდი. არ ნერვიულო შენ მიდი მიხედე. თუ ამხელა გაიზარდე გოგო. ო, ის ვინ გაიჩითა ლიზიკო? მოდი ჩემთან. მოდი. საგოვასებდი ამბობს. გაანები გოგო მოშინაურდი ცოტა ბავშვი. მოდი ლიზიკო აქე და წამოდი. მოდი. გოგო მინდა. მოდი, მოდი აქეთ არის ტუალეტი. იზო ხო შენით. ამას აქ შემოშვი თავის იჭებია, ხო თუ როგორ არის ეგ? რა ბიჟუტურე გოგო 4 წელს არის ბავშვი უკვე. ანუ გამომეწალე ერთი რა. ეს ვიღარ ეკავს. დაი მე მარიკო ამან თუ კიდე იჭხუპა ახლა სკოლაში. ხო მარიკო. ეს საერთოდ მშობელთა კრებაა, ყველა მშობელი მოვიდა უკვე. ვაი, რომელი საათია კაცო? დედა როგორ გამომეპარა დრო? იყავი მანდ მოვდივარ ეხლავე. კაი.
მოიცა, სად მიდიხარ? ბავშვს მარტო მე მიტოვებ? ძიძა კი არა ვარ მე. ერთად გადამავიწყდა. რას ქვია, ძიძა ხო არა ხარ, ვერ გავიგე რა. ძიძა რო იყო გრეხია, ნახევარი საქართველოს ძიძა. თემას ნო მიცვლი. ეხლა არ წახვდეთ, რომ შეიძლება გავაფრინო. გოგო მოვა ბები ამის სადაც არის რა, იყო რა პანიკაში ხარ. წავედი ხა მე და ჩვენად იყავით იცოდე. ჩემი. მოვჩი. ანუ იქნება გაიგუდო ეხლა. რაღა ნახეთ კიდე, რაღამდენი უნდა შეჭამოთ, მესამე შეფუთვა უკვე ორ დღეში. სერიალს უყურებდი, მეტი რაღა გავაკეთო, ვერ გავიგე. კბილები თავით უკვე შვილაკი და მეტი საქმე აღარ მქონდა. იცით 8 იცი იყო დარჩენილი. გოგო, დამიტოვეთ მეც, იქნება სტუმარი შემოდის, რაღაცა უნდა დავახვედრო. სტუმარს წესუმზირით მიხვდება, სტუმრისთვის ნამცხარი უნდა გამოაცხო. ის შე რო იცი, ჯემიანი და ალუბლებიანი. ეგ უყვართ სტუმრებს. ყველაფერზე პასუხი აქვთ რა. შენი ქართული საკონტროლო გაასწორა მასწავლებელმა, რა მიიღე? კი, მაგაში 8 ქულა მივიღე. ცოტა შეცდომები მქონდა და ნაწერი არ გამოუტანებია მასწავლებელს. მან ცოტა და ის QR კოდი ეშიგნით. რა მეგათამაშება ხო არ არის? ოი ხო, ეს QR კოდი რა დაასკანერო შეფოთუ შეგნით რაც არის მარტინის აპლიკაციით და ეგრევე გაიგებ მოიგე თუ არა პრიზი. 10, 20, 100 და 1000 ლარი არის პრიზები. ფერი მაგას ახლა უნდა მეუბნებოდე გამოჩერჩეტებულობაშო. უშინ ორი შეფოთვა გადავაგდე ნაგავში. ნაგავში რო იქიქები ამჯერა. წავიდო. გოგო, რეებს აკეთებ თქვენს უკა დაირიეთ. მარტინის შეფოთვა უნდა ვიპოვო და იცი. ეს რა? ომერიკო ზეთკინიძე 4 ქულა. რუსენია შენიშვილი. მშობლების ჩათში შეხედვა აღარ მინდა რა. ყველაფერზე შეიძლება კაცო მასწავლებელს ფული აუგროვო. ახალი წელია ავუგროვეთ, აღდგომა ავუგროვეთ, შვილი გაუბედნიერდა და ავუგროვეთ და ნაღველი ამოიჭრა ავუგროვეთ. რაღა გავაკეთო კაცო? მშობლები არიან მეტიჩრები და ეგ მასწავლებელიც მიეჩვიო ყოველ კვირას აჩუქრებს. ხო და არ დავდებ არაფერს და ეგ იქნება. დაიცა ნინომ ჩააგდო ხმოვანი. ძალიან დიდი ბოდიში გოგოებო, მაგრამ მე ვერაფერს ვერ დავდებ. 3 შვილი მყავს და ჩემი გამჭირვებია. ხედავ ხო რა დღეშია ხალხი. ბავშვები ამბობენ ეკალი მატყუ არაა. iPhone 14 იყი და იმ დღეს. გოგოებო, ვერც მე ვერ დავდებ ვერაფერს, არ მაქვს ახლა ამ ეტაპისთვის გათვალისწინებული ეს ხარჯები. აი მე ეს თუ არ გაიგზავნა. მოვიდა განაბი, ხათუნა. ინდა მომისმინე ჩემო კარგო. ამ საჩუქარზე სია შედგება და გაითვალისწინეთ. დამემუქრა ახლა. თავში გვაგეხლიათ, კაცო. ნეტო მასწავლებელმა ორჯერ დამიწერა უკვე ორიანი. ჩამორჩენილი ხარ ყველაფერსო. მაგაში სრულიად ვითანხმები. გოგოებო, რა ვიცი, გამწარებული წეს ეს მასწავლებელი ორიანებს და მარტო მე ვარ უკმაყოფილო ამით. ეხლა ნახე რამდენი ამ ყურზე გამომიხმაუროს. აი. კი ინგა. რა ვიცი, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ვაიმე გოგოებო, ჩემს სასათელი შუბლზე ეძერა იმ დღეს. ეს ყოლია ესე იგი ერთადერთი ოროსანი სკოლაში რა. შენ მერე მოგივლი. მაგრამ ეს მშობლებიც მატრაკვეცები რა. ვაიმე ჩაიწერა და გაიგზავნა მე მგონი. დი, უყური რა მაგარი ძაღლი მოვიყვანი ეზოდან. აუ, მაგარი როჟა გაიჩიტა ძალიან. საიდან მოიყვანე ომარიკო ხა არ გამაგიჟო კორპუსის ბინაში რა უნდა ძაღლს. აუ, უცუში მოვიდა და მომეწონა. კუცაკ იცინებდა. არ ვიცი მე სახში ძაღლს ვერ გავაჩერებ. ეგ არის გამორიცხული და ჩაიყვანე ისე ბეზოში. აუ, სახში ვინმე შხუნა ვითამაშო. მერე ძაღლი რა საჭიროა ვერ გავიგე. აგერ შენი და ეთამაში ანასტასიას. შედარებებში ძალიან მაგარი ხარ, ხო შე? ძაღლმა ბუნების წიგნი შემიჭამა. ძალიან მაგრაა გაწუთნილი და მაგიტო. შერაგი ხარია ნეტა, დილით ლოგინში რო ჩაგიფსა. რა თქვი? ვაფშე არ იყო ჩემი ლოგინი სველი დილით. იმიტომ რომ სანამ შენ გაიღვიძებდი გაშრა. მეცი თათი მომ. ხმა არ გავიგო თქვენი, ეხა ძაღმა არ ინერვიულოს. აუ კლასის ჩათი უნდა ავაფით ხო ეხლა. სასწავლო ამ კვირაში მივდივართ შატალოზე უეჭველი. აუ უეჭველი წავიდეთ შატალოზე, თან ხო იცი მან ძალიან მაგარი პრიკოლები ხდება ხოლმე. შარშან გახსოვს თეკლა გურგენიძე ხობეზე რო ვერძრებოდა.
ეგ სპეციალურად იყო თიკო რა შტერი ხარ რომ ბიჭები ტრაქზე მიწოლოდნენ ხადაობ ხო ტიპი რეებს ჩალეჩობს ხრმა ბავშვობიდან თეკლე გურგინიძემ ჩააგდო ვოისი აუ წამოსვლით კი წამოვალ მაგრამ ახალ ბეზე ბიჭებიდან ვინმე ხო დამეხმარებით იმენა დეჟავუ მაქვს იგივე საკეთებს თეკლა ბიჭები კი არა დამრიგებელი მოგეხმარება თვითონ აუ იმედია რომ წავალთ რა და მაშინ დერებით ვიღაც არ ჩაგვიშვებს ხო და არავითარ არაფერი არ თქვა გაიგე სულ ერთი წუთი იმ გამწერს ქალბატონო გირჩევნია რომ ეხლავე მოიწყო ჩატოლ და სახლში არ დამხვდე რომ ამოვალ აუ მოსასმენი და მიმონტაჟა უეჭველი დილით რომ ძღერში ჩავყავი ფეხი ალბათ მოგეხსენებათ დიდი ამბავი ახლა ფული იცის ფული არა სუნი იცის სამჯერ გავრეცხი ჩუსტი აუ ჯეჯაღისთვის ასეინო კიდე ყელსაბამი არ ვიყიდოთ დამშვიდი ვიზრუნე უკვე მაგაზე ფეთიფაიში შეუკვეთე და მოვლენ მალე ომარიკო მიდი მანამდე საჭმლის ჟამი გაურეცხე ძაღლს უი ჭამაზე გამახსენდა გააკეთებ რამე თუ მეც პედიგრი მივირთვა მე გავაკეთებ ხო გაღემიდი მანამდე კარები კურიერი მოვიდა მე მგონი გამარჯობა აი თქვენი შეკვეთა აუ ფეხი ჩავდგი რაღაცაში მე მგონი არა უშავს ფული იცის ასე აგიხდეთ ყველაფერი ინებეთ აუ გახსენი რა დროზე მაინტერესებს ეს არის საყელო შეგიძლია რომ გაუკეთო ამ თოკით გაასეინებ ხოლმე ან თავს ჩამოიხჭობ ეს კიდე არის ძალიან მაგარი კონტეინერი ამაში წყალს ჩაესხავ ამაში საჭმელს ჩაყრით და რომ გაესეინებ ხოლმე იქვე მიირთმევს გამომართვი ანასტასია ეს რა არის ეგ არის რეზინის ძვალი კიდე ჩუსტი რო არ დამიყეჭოს დედა რა კარგი რაღაცეებია ჰა ვაიმე მეც ჩავადგი მე მგონი ფეხი აუ ეჭველი ჯეკპოტი დაგვეცემა პრიოსტა შენი უსამართლო დედამ ვიღაცა სოფელი მონატრებია ძალიან და გაატარებს ერთ კვირას ისევ ორიანი დამეწერა ქართულმა საკონტროლოში მესამედ მე რა მოუხერხო გოგოს უკვე აღარ ვიცი რა ერთი მასწავლებლოს უნდა დაურეგო პირადად თავმასწავლებელო გამარჯობათ ანასტასიის მშობელი ვარ ხო ეხლა რატო გაწუხებთ ხაჯაო ნიშანი მომიმეტა 6-იანი მიწედია გაიჭრა როგორ ჩანს გინებამ ჰე აბა შემოხვედით ბავშვებო ყველანი გამარჯობა ნაჭამასწავლებელო აბა დავიწყოთ გამრავლების ტაბულა ომარიკო 4x5 15 ერთი გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლე შვილო ორიანი შენი უსამართლო დედამო რა ომარიკო საით მიიძუძები და ეზოში მიიპარება ეს ვაჟბატონი თან დაუკითხავად სადმე დიხარ ომარიკო გეკითხა და გაგიშვებდი გამიშვებ შეხედე კი ბატონო ჩაბრძანდი მაგრამ ისე მუხლებით უნდა გადაიტყავო მე შენ ზელიონკას აღარ წაგისვამ დავიღალე ინგა შემოდილია დეიდა კუხნეშია და გამოვა მალე ხო და გამოვდივარ მაღაზიიდან და ხელში რო ეს ცეხვი მეჭირა გამომეკიდევს უშველებელი ძაღლი და მეკბინა ფეხზე გაქცევა კი მინდოდა კაცო მაგრამ ვერ გავხბოდი ფეხები არ მემორჩილებოდა ინგა რეს ეკეთებ უი პრივეტ ლია გოგო რა ვიცი ერთი რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე წუხელის და უნკანი მქონდა მოშებული წყალს უყვებოდი ძალიან კარგია რომ მოუყევი აღარ აგიხდება რა დაგესიზმრა გახსენებაც აღარ მინდა რა მაღაზიიდან მოვდიოდი და ძაღლი გამოექანა რაღაცა დიდი უშველებელი და მიკბინა ფეხზე უი ძაღლის ნაკბენი ცუდ ამბავს ნიშნავს ოჯახში კაი ერთი სიზმრის და ძაღლის გარეშეც არ მაკლია მეცუდი ამბები ამათ ხელში მეც და მე სიზმრა ერთხელ რო ძაღლმა მიკბინა მეორე დღეს ჩემქმარს ნაცნავში შეერჭო დანა და გარდაიცვალა უი რას ამბობ გოგო აუ დი ორივე მუხლი გადავეყოლიკე მაინც აგიხდე სიზმარი წყალს კი მოუყევი მაგრამ ალბათ მილი იყო გაჭედილი და არ წაიღო აუ ჯენ ჰოშნიკი გავწერხე რომელი გადახ ზიაბებოს ფულით რო იყიდე აუ ხო ეგ სექტემბრის პენსიაზე რომ იყიდა დედა როგორ ეწყინება ახლა რო გაიგებს ჰა თუ არ იტყვი ვერ გაიგებს
Вообще იცით რა არის მაგ ნაუშნიკი? გეგონოს ქალბატონო, ბებიაშენმა ისეთებიც არც დაგესიზბრება შენ. ჩემ ბავშვობაში რომ გამოდიოდა ხოლმე გაზეთი გესტაპო, ისეთებს წერდა ხოლმე მან ბებიაშენი რომ თვეობით ლაპარაკობდა მე ხალხი მაგაზე. მზიაბებო ბლოგერი ყოფილა. დედა როგორ მოვატყო ახლა ამ ნაუშნიკის ამბავი და როგორ ჩავხედო მზიაბებოს თვალებში, ჰა? მზითვების ვეზე რო გაუტეხით, ჩახედი აი ეგრე. ესე იგი მოსიარული არქივი ხარ, რა დაიმგვანე ბებიაშენს. რა ჯოს მზიაბებოა, მე რა ვქნა ახლა? არა უშავს ახლა ცალიყურით მოусმინე, მაინც ერთ ყურს შეუშვებ და მეორეში გამოუშვებ და. მაგრა იღაჯავით ძალიან. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მე-4 მაგიდისთვის. აუ, რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი ერთ-ერთი მოვიდა, მე-7 მაგიდა. ხო? ზა? მაგათ მე მოიმსახურები, მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შეიძლება გინდა აქ. რას ქვია ქრამინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა, თეყლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხომე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? აუ, მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღე, მაგმაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი, ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარათით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ, მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო, თქვენ ხარ გაქვთ ქეშოთ თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხურდა არ გნებავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. ანასტასია, დედა დაიკარგა მე მგონი. რატო არ მოვიდა აქამდე? არიცი როგორი საცობებია? საათნახევარში ერთხელ დადიან ავტობუსები. და ჩარჩა ალბათ ინგად სამგორში. აუ, თან 6-ის ნახევარია და იმინა პიკის საათი იწყება ახლა. შეიძლება რომ ვაფშე ვერ ავიდეს ტრანსპორტში. დაიცა დაურეკავ. ინგა რა შვები აბა? კიდე სამგორში ხარ? აი მე დავრჩი და ეგ არის მე მგონი. რა იმდენი ხანია გაჩერებაზე ვდგავარ, გავიცანი აგერ ქალბატონის შორენაც. ხო, თქვენად იყავით იცოდე რა იქნება ავიდე რომელიმე ნომერში არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება. კაი ხო. ბავშვზე ნერვიულობთ ხო? რთულია დედობა. მარტო რომ ტოვებ ხოლმე სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის რა. რთულია ჩემო კარგო. დამტოვებელი არ გყავთ? კი, როგორ არ მყავს, მაგრამ დამტოვებელი უარესია. დედა დამაღამდა ვერავედი ტრანსპორტში რა, უბედურება რა. ნეტა ბავშვები მაინც დამხვდებოდნენ ცოცხალი თუ რამე მინდოდეს. მირეკე ტელეფონო, მალე და მირეკე, მალე. მალე და მირეკე, მალე. ეგ ფოტო ხო ნახე? აუ, ძალიან პრიკოლია პროსტ. გოგო დღეს ვაფშე ინგ არ მოვა, მე მკვიდე რომ დარჩი აქ. ანასტასია შეყვარებული ყავს, იცი? აუ, ძალიან დებილია ეს ბავშვი რა. ირანელი ტურისტი იყო, ეგ და გზას ვასწავლიდი. ვაიმე შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი მე საიდან ნოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ გოგო, კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ეხლა. დედა ნუნუ როგორ არის გოგო? ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზი ამბობ? აუ ძალიან მაგარი როჟაა ეგ ქალი. ხო ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო. ზურა. ხო და? ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, მტერსაც არ უსურვებ. ეს პარკიც რო გამეხეს, ახლა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად. კი რა ვიცი ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ ხო არ მუშაობ შენ?
აი რავი ველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხოეთში რა. აი მე რა უცხოეთი ზურა ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკვდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით ისედაც ცალით ირკმენი ეგ. აბა გიმენა არ უნდათ რომ ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე წყაკლას და მედი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედაშენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალით ირკმელი აქ. აბა ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილი გოგოებო. შუშენიკის წამება ხო მას მე ვისწავლი. აუ მე ძალიან გამიჭირდა და რაღაცები ვერ გავიგე. თეკლამ საერთოდ ვერ გამონახა შუშენიკთან, თვითონ ფუფუნებაშია გაზრდილი. კი ბატონო, ეხლა რაც ვერ გაიგეთ, ჩამოწერეთ რვეულებში და აგიხსნით. ეთი ამას ძველ ქართულად უნდა ჩამოვწეროთ თუ ჩვეულებრივად? ინგლისური ასოებით თქვენ დაწეროთ ამთა. მივხვდი, ოკეი. მას ირანელები მაზდიანები იყვნენ და ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგენი ცეცხლს ცემდნენ თაყვანს, მაგათი რელიგია იყო. მართლა? აუ რა გიჟი ხალხი ყოფილა წარმოიდგინე? ანუ გასთან იდგნენ და ლოცულობდნენ? გასთან არა თეკლა, მაშინ ელექტროქურები იყო უკვე შემოსული. ესე იგი არაფერი არ გიმეცადინიათ, ხო გოგოებო? ბიჭების ჯგუფი გჯობიათ თქვენ ისევ. ერთი ცოტა ბიჭების ჯგუფიც ყავთ თქვენ? მე რა გადავიდე შეიძლება? გაგიჟდი გოგო, ოდეს ყოფილა საქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური. არ შეიძლება.